გამარჯობა. თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის შედეგებს ვაშინგტონიდან იულია სავჩენკოსთან ერთად. კვირის პარადოქსები, პარალელები და დეტალები ნახევარსაათიანი ანალიზის ჭრილში. დღეს ნახავთ. ტრამპი, პუტინი, არის კონტაქტი. აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ შეუძლებელია მშვიდობიანი გარიგების დადება მოსკოვთან მჭიდრო კომუნიკაციის გარეშე. რუსულის გაკვეთილები ნატოსთვის, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ან თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ან რუსულის სწავლა შესთავაზა. რას აირჩევენ ევროპული ქვეყნები? ჯო ბაიდენმა თავისი პრეზიდენტობა შეაჯამა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა თავის ვადას წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით გლობალურ კონკურენციაში აშშ დამაჯერებლად იმარჯვებდა. ასევე პუტინის უკრაინის განადგურების გეგმა შეაჩერეს. მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს იმისთვის, რათა მომდევნო ადმინისტრაციას მთელ მსოფლიოში საუკეთესო პოზიციები დაუტოვოს. იქნება ეს უკრაინაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას. ინაუგურაციისთვის სამზადისში დონალდ ტრამპის გუნდმა ამასობაში განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის გადასაჭრელად მრავალი თვე იქნება საჭირო. ამასთან კონგრესმენმა მაიკლ უოტსმა, რომელიც ტრამპმა უსაფრთხოების მრჩევლის პოზიციაზე შეარჩია, ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის გუნდი პუტინთან შეხვედრის სამზადის აწარმოებს ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისთვის. ერთი ადმინისტრაციიდან მეორესთვის უკრაინის პორტფოლიოს გადაცემის შესახებ. იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ჯო ბაიდენისთვის უკრაინა მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის მთავარ სიმბოლურ პუნქტად და იმის შესახებ, რამდენად ახლოსაა პუტინის პოლიტიკასთან ბიზნესი. ამ საკითხებზე ველაპარაკე საერთაშორისო ურთიერთობების ჟურნალისტს, წიგნის პუტინის შურისძიება, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში ავტორს ლუსიენ კიმს. ჩემ წიგნში ვცდილობ ვაჩვენო ბაიდენის ურთიერთობა, როდესაც ის უკვე პრეზიდენტი გახდა უკრაინის მიმართ. ეს 4 წლის წინ იყო. რა პრიორიტეტები ჰქონდა ბაიდენის ახალ ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ? სინამდვილეში სრულად სხვა პრიორიტეტები იყო. იყო ალექსეი ნავალნის დაპატიმრება, იყო კიბერშეტევა და ის ამბავი, რომ რუსეთი თალიბებს უხდიდა ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის ავღანეთში. ეს იყო სამი პრიორიტეტი. чтобы убить американских военнослужащих в Афганистане. Это было 3 приоритета. И там нет და იქ უკრაინა არ იყო. Владимир Зеленский он очень хотел და ვოლოდიმირ ზელენსკის ძალიან უნდოდა ახალ პრეზიდენტთან ბაიდენთან შეხვედრა. ფიქრობდნენ, მოვიდა ბაიდენი, ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ამ დრომდე უკრაინაში ხშირად არის ნამყოფი. ჩვენი პრობლემები ესმის, მაგრამ ბაიდენს ზელენსკისთან შეხვედრა საერთოდ არ აინტერესებდა. პირიქით, მას უნდოდა პუტინთან შეხვედრა და ისინი შეხვდნენ კიდეც 2021 წლის ივნისში. რატომ? ფიქრობ, რომ ბაიდენისთვის რუსეთთან ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანი იყო და კვლავაც უკრაინა არც ისე. რუსეთი ხომ ატომური ქვეყანაა. გასაგებია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ძალზედ დაძაბული იყო. და მას უბრალოდ უნდოდა რაიმე წინ გასასვლელი გზა ეპოვა. შეიძლება არა მეგობრობა, მაგრამ რაიმე საერთო გაგება. და სინამდვილეში მეჩვენება, რომ სამიტის შემდეგ ბაიდენი ფიქრობდა, რომ ამგვარ შედეგს მიაღწია. საინტერესოა ის, რომ სამიტის შემდგომ პრესკონფერენცია იყო და ჟურნალისტებმა ჰკითხეს პუტინს. განიხილავდნენ თუ არა უკრაინის ნატოში წევრობას და პუტინი პასუხობს ძალზე გარკვევით. ესე იგი, ეს მაშინაც კი პუტინისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იყო, ხოლო უკვე ნახევარ წელიწადში ისეთი საჩქარო გახდა, რომ კრემლმა დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა და სრულმასშტაბიანი ომისთვის მზადება დაიწყო.
ახლა ნატოს საკითხი. Როგორც ამბობენ, შესაძლო მოლაპარაკებებზე შეიძლება ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო საკითხი გახდეს, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია და დონალდ ტრამპი ჰპირდება და დონალდ ტრამპის გუნდი არაერთხელ აღნიშნავდა და გასულ კვირას კიდევ ერთხელ გაიჟღერა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ტრამპი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პუტინთან კომუნიკაცია. ანუ კომუნიკაციის რეინიცირება არის საჭირო, ვინაიდან გარიგების დასადება და აუცილებელია მოლაპარაკებაში გარიგების ყველა მხარის ჩართვა და გარიგების ერთ მხარესთან საუბრის არ წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელია. და მინდა გკითხოთ, ვინაიდან თქვენს წიგნში ასევე მიაკვლევთ რუსეთის პრეზიდენტის პოზიციის ევოლუციას და ხედვას. მოცემულ საფეხურზე შეიძლება თუ არა პუტინმა აღექვას გარიგების ამგვარი ფორმატი, ბიზნეს ფორმატი, დიდი პოლიტიკური პრობლემის გადასაჭრელად. Путин воспринять именно такой формат сделки, бизнес-формат, для решения этой большой геополитической проблемы? Я думаю, что Владимир Путин... ფიქრობ, რომ პუტინს დასაწყისიდანვე სურდა ასეთი გარიგება აშშ-სთან. პრინციპში ყოველთვის ხედავდა, რომ უკრაინაში მთავარი მოწინააღმდეგე არა უკრაინელები, არამედ ამერიკელები არიან. და ვფიქრობ, რომ ახლა პუტინი ძლიერ იმედოვნებს, რომ ზუსტად რომ ტრამპთან შეძლებს შეთანხმების მიღწევას. და ვფიქრობ, რომ უკრაინისთვის ეს ძალიან სახიფათოა და არა მხოლოდ უკრაინისთვის, საერთოდ ევროპისთვის ეს ძალიან სახიფათო მომენტია. თუ დონალდ ტრამპი პუტინთან რაიმეს გადაწყვეტს კიევისა და ევროპელების მონაწილეობის გარეშე. კლავაც კითხვა უკრაინის სუბიექტურობასთან დაკავშირებით, როგორც იტყვიან agency. საერთოდ უკრაინა არის ამ საკითხში, იმიტომ რომ წარმავალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ კიევის მონაწილეობის გარეშე არანაირი საკითხი არ უნდა გადაიჭრას, მაგრამ ახალი ადმინისტრაციისაგან ყოველთვის ასეთ სიგნალებს არ ვიღებთ და ახლა სრულად სხვადასხვა დებატები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა საკითხების გადაჭრა ღირს კიევის მონაწილეობით, რომელი საკითხები უნდა გადაიჭრას პირდაპირ მოსკოვში, იმისათვის, რათა მშვიდობის დასამყარებლად რაიმე წინსვლას მიაღწიონ. როგორ გეჩვენებათ ახლა უკრაინის სუბიექტურობა საერთოდ რა დონეზეა, რეალისტურად რომ ვთქვათ? ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, ვინაიდან უკრაინის სუბიექტურობის საკითხი დასაწყისიდანვე დგას, ხშირად მედიაშიც. დასავლეთის და რუსეთის წინააღმდეგობა უკრაინაში ყოველთვის ნაჩვენები იყო როგორც დიდი თამაში. სინამდვილეში ხშირად გვავიწყდება, რომ იქ ადამიანები ცხოვრობენ და ისინი იღებდნენ და მიიღეს საკუთარი თავისთვის განსაზღვრული გადაწყვეტილებები და მათ სურთ ცხოვრება ისე, როგორც ისურვებენ. რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, რომ დიდი მოთამაშეები, როგორც არის აშშ და რუსეთი, ისევ დაივიწყებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინასაც გააჩნია რაღაც პერკეტები, იმიტომ რომ თუნდაც რაიმე შეთანხმება იქნას მიღწეული, მაინც უკრაინელები მასში უნდა მონაწილეობდნენ. უკრაინელების გარეშე ეს უბრალოდ შეუძლებელია. ეთერში იყო ლუსიენ კიმი. ღირს აღნიშნოთ, რომ გასულ კვირას ნატოს გენმდივანმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინას ძალის პოზიციით რუსეთთან მოლაპარაკების წარმოება არ შეუძლია. ბრიუსელში გამოსვლისას მარკ რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები საგრძნობლად უნდა გაზარდონ. ამჟამინდელი სამიზნე 2%-იან ზღვარს ზემოთ. სხვაგვარად 4-5 წელიწადში ჩვენ რუსული ენის გაკვეთილებზე მოგვიწევს ზიარული, ან ახალ ზელანდიაში წასვლა. სევდიანად იხუმრა ალიანსის მეთაურმა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა თავდაცვაზე მშპ-ს 5% უნდა დახარჯონ. ნატოს, ევროპასა და ტრამპის შესახებ ვესაუბრეთ პოლიტოლოგს, ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის ტრანსნაციონალური მართვის აღმასრულებელ დირექტორს ფაბრიციო ტესინარის. ტრამპმა თქვა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა ალიანსის ხარჯები უნდა გაზარდონ და მშპ-ს 5%-მდე აწიონ. უსათუოდ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას ეს არ მოსწონს და ჩნდება კითხვა, ხომ არ შეიძლება ამან გამოიწვიოს ისეთი მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ევროპელებისთვის ნატოში წევრობისთვის სახსრები არ იქნება საკმარისი.
მოკლედ რომ ვუპასუხო, მაშინ პასუხი იქნება არა. მინდა საკითხის ორ ასპექტს შორის ზღვარი გავალო. პირველი ეს არის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის თავდაცვის ხარჯების გაზრდის მოთხოვნა. მაგრამ ეს მოთხოვნა უკვე დიდი ხანია ისმის და საკმაოდ ხშირად. ამასთან ამერიკის ორივე პარტიის მხრიდან. ეს გამახსენდა, როდესაც კარტერის დაკრძალვას ვუყურებდი, სადაც ყველა ამერიკის ცოცხალი პრეზიდენტი იმყოფებოდა. ტრამპამდე დიდი ხნით ადრე ჯერ კიდევ ობამამ გამოცემა ატლანტიკთან ინტერვიუში თქვა, რომ ერთ-ერთი რამ, რაც მას პრეზიდენტობის დროს ანაწყენებდა, ეს იყო ევროპელების საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის შეუძლებლობა. ამგვარად ეს საუბარი უკვე საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება. აშშ სავსებით სამართლიან მოთხოვნებს წამოჭრის. ასევე მინდა დავამატო, რომ ზუსტად ეს ასპექტი იყო ტრამპის საპრეზიდენტო ვადის მცირეთაგან ერთ-ერთი დადებითი შედეგი. ვინაიდან თავდაცვის ხარჯის ზრდამ ევროპელები ნამდვილად შეაფუცხუნა. ეს არის თქვენს კითხვაზე პასუხის ერთი მხარე. თუ ევროპა ამ დინამიკას დაუბრუნდება, თუნდაც ეს საფუძვლიანი შეშფოთების შედეგად მოხდეს, იმის შესახებ დაუჭერს თუ არა აშშ ევროპას მხარს, ეს მაინც მოვლენების დადებითი განვითარება იქნება. ახლა ამერიკის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მშპ-ს 2% საკმარისი აღარ არის და საჭიროა, რომ თავდაცვის ხარჯებმა 5% შეადგინოს, მაგრამ ეს უკვე სრულად სხვა ამბავია და 5% ევროპის ქვეყნების უმეტესობისთვის შეუძლებელი იქნება. ამას გარდა ევროპელი ლიდერები მიხვდებიან, რომ ეს გულწრფელი მოთხოვნები არ არის, არამედ პოზირება ფარული გათვლით, რომ ამერიკის ადმინისტრაცია წამოჭრის მოთხოვნებს, ის რომ წინასწარ ესმის, რომ ევროპული ქვეყნები მის შესრულებას ვერ შეძლებენ. მაგრამ მას მაინც წამოჭრის, სანაცვლოდ რაიმეს მიღების გამო. ასეთ მოქმედებას დავარქმევდი არაგულწრფელს. ერთის მხრივ თავდაცვის ხარჯის 2%-მდე ზრდის მოთხოვნას დადებითი ეფექტი ჰქონდა. მაგრამ ახალი მოთხოვნა არის არაგულწრფელი, ვინაიდან ეხება ასევე სხვა მოთხოვნებს, რომლებსაც თავდაცვის ხარჯებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამან ევროპელები შეიძლება დააეჭვოს და ჩნდება კითხვა, მოუნდებათ თუ არა ალიანსის დატოვება იმის გამო, რომ ამ მოთხოვნის შესრულებას ვერ შეძლებენ. არ ვიცი, ისინი ხომ არ გამოსულან ალიანსიდან იმის გამო, რომ წინა მოთხოვნის შესრულება ვერ შეძლეს. შესაბამისად, იმავე მიზეზით ისინი ალიანსს არ დატოვებენ. იმასაც ვიტყოდი, რომ ალიანსიდან რომელიმე მოკავშირის პოტენციური გასვლა არ ღირს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად მივიჩნიოთ. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ მათ შეიძლება დაიწყონ ფიქრი, რომ ნატო თავის ფუნქციებს აღარ ასრულებს, თუ ეს მოთხოვნები მათ მიერ არ იქნება შესრულებული. ზოგმა ქვეყანამ შეიძლება იფიქროს, რომ არ ღირს ნატოსგან ველოდოთ მეხუთე მუხლის ან ნატოს წესდების სხვა მდგომარეობის დაცვას. გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი ამბავი გახდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპს განზრახული აქვს უკრაინაში ომის შეჩერების მცდელობაში პუტინთან კომუნიკაცია. მეტიც, ელოდებიან, რომ უახლოეს დროში შეიძლება სატელეფონო საუბარი შედგეს, ან შეხვედრაც კი დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის. ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, როგორ გეგმავს მოქმედებას ევროკავშირი ტრანსატლანტიკური მთავარი პარტნიორის რუსეთთან ურთიერთობის პოზიციის კარდინალურად შეცვლის პირობებში. ბოლო 2 წელიწადში ევროკავშირის და ევროპის ლიდერების პოზიცია რუსეთის მიმართ ძალზედ კატეგორიული იყო. ფაქტობრივად რუსეთის ხელმძღვანელობასთან ურთიერთქმედების არქონის გადაწყვეტილება მიიღეს და კერძოდ პუტინთან. თუმცა, ახლახან ბოლო თვეების განმავლობაში ეს გადაწყვეტილება დაირღვა. რაც კოორდინირებული მოქმედებების შედეგად არ მომხდარა, მაგრამ ისეთი ქვეყნების მეთაურებმა, როგორიც არის სლოვაკეთი, უნგრეთი და გერმანიაც კი კანცლერი შოლცის სახით რუსეთთან ურთიერთობის არხების გახსნას იწყებს. პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ატლანტიკის ამ მხარეს ყველას ისმის, რომ ახლა სიტყვა ვაშინგტონს ეკუთვნის. ღირს თუ არა რუსეთთან ურთიერთქმედება და თუ კი, მაშინ როგორ? ვარაუდობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება საკუთარი პოზიცია გვქონდეს, რომლის კოორდინირებას ვცდილობთ და თუნდაც სირთულით, მაგრამ ვცდილობთ მის დაცვას, ჩვენ ასევე გვესმის, რომ ამაში ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია იმით, თუ როგორ გადაწყვეტს მოქმედებას ტრამპის ადმინისტრაცია. ამიტომაც ვაშინგტონის პოზიციის შეცვლის თავად ფაქტი არ გვაკვირვებს, მაგრამ გვესმის, რომ ცვალებადი სიტუაციის პირობებში თეთრი სახლის ახალი ხელმძღვანელობის ქცევასთან მოგვიხდება შეწყობა.
ამის შესახებ არის შემდგომი კითხვა. Როგორ მიგაჩნიათ, რომელ ძირითად სირთულეებს შეიძლება შეეჩეხოს ევროპის უკრაინის კონსენსუსი ვაშინგტონის პოზიციის ცვლილების გათვალისწინებით? მიმაჩნია, რომ როგორც ეს ყოველთვის იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში, ყოველ ევროპულ ქვეყანაში შიდა განხილვები მიმდინარეობს და ყოველ ქვეყანაში განსხვავებულად ტარდება. შემდგომ ამ განხილვების შედეგები ევროკავშირის უკრაინის საერთო პოზიციის ნაწილი ხდება. ახლა ისეთი გარდაუვალი რისკები განიხილება, როგორიც არის ევროკავშირის საკვანძო ქვეყნების არასტაბილურობა და განუსაზღვრელობა. მხედველობაში მაქვს საფრანგეთი და გერმანია. ეს ქვეყნები ევროპული კონსენსუსის ბუნებას არ განსაზღვრავენ, მაგრამ განსაზღვრავენ ამ თანხმობის სიმტკიცეს, რაც ნიშნავს, რომ დაპირება, რომელსაც ევროპელები უკრაინას აძლევენ, შეზღუდულია დროში და დამოკიდებულია შიდა მოვლენებზე. მაგალითად, როგორიც არის ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბება ან არჩევნები გერმანიის შემთხვევაში. თავად უკრაინის მიმართ კონსენსუსის ბუნება არ შეცვლილა. ევროკავშირი კვლავაც მიიჩნევს, რომ უკრაინამ თავად უნდა გამოიმუშავოს მშვიდობიანი შეთანხმების პირობა. მაგრამ ყველას გვესმის, რომ ამაში გარკვეული თვალთმაქცობაც არის, ვინაიდან ამისათვის პასუხისმგებლობა უკრაინაზე გადადის, ხოლო რეალისტურად უკრაინას შეიძლება არ ჰქონდეს საკუთარი პირობების დამყარების შესაძლებლობა. ანუ დიახ, ევროპელები ასეთ თამაშს თამაშობენ. ამბობენ, რომ ევროპა დათანხმდება ნებისმიერ პირობას, რომელსაც უკრაინა მოითხოვს. მაგალითად, იტალიის პრემიერ-მინისტრი ხშირად იმეორებს, ჩვენ დავთანხმდებით მშვიდობის ნებისმიერ პირობებს, რომელსაც უკრაინა სამართლიანად ჩათვლის. თუმცა პრაქტიკულად ყველა ევროპელს ესმის, რომ ნებისმიერი დარეგულირება მოითხოვს რაიმე ევროპულ მონაწილეობას, ისეთ ასპექტებში, როგორიც არის უკრაინის რეკონსტრუქცია და სამშვიდობო საქმიანობა. მაგრამ უმთავრესი სტრატეგიული ასპექტია ევროკავშირის გაფართოების გადაწყვეტილების მიღება და ნატოს მომავლის შესახებ დისკუსია. ძალიან საინტერესოა და თქვენი თეზისების საფუძველზე ორი კითხვა გამიჩნდა. ახსენეთ, რომ ევროპა ერთგვარ თამაშს თამაშობს. მიანიშნებს, რომ ბოლო სიტყვა კიევს ეკუთვნის. მაგრამ კიევს შეიძლება საკმარისი რესურსი არ ჰქონდეს ამ სიტყვის სათქმელად. და მიუხედავად ამისა, კიევს მარაგში ზოგიერთი თულფი უპირატესობა გააჩნია. მაგალითად, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების შემდეგ განვითარებული ენერგეტიკული ფიასკოს მოწმენი გავხდით. ვიცით, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ამით ძალიან უკმაყოფილოა. მინდა მიმდინარე მოვლენების საერთო სურათი გაანალიზოთ. დიახ, ზოგიერთი უპირატესობა კიევს არ აქვს, მაგრამ ზოგიერთი მაინც აქვს. როგორ მიგაჩნიათ, რა აქვს ახლა ხელში კიევს, უკრაინის მიმართ ევროპული კონსენსუსის გამყარების მოსაზრებით? უპირატესობებმა, რომლის შესახებაც ლაპარაკობთ, ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება ევროპული კონსენსუსი მხოლოდ დაანგრიოს. პირიქით, ამან შეიძლება ყველაფერს ხელი შეუშალოს. თუ საუბარია ევროპაში თანხმობის მხარდაჭერაზე, უკრაინას მხოლოდ რეფორმების გატარებაზე და ქვეყნის უკიდურესად ეფექტურად მართვაზე სჭირდება ყურადღების მოკრება, კონფლიქტის შესაძლო გაგრძელებისა და ქვეყნის აღდგენაზე გადასვლის ფონზე. ევროპელები კვლავაც შეშფოთებული არიან იმ პრობლემებით, რომლებიც უკრაინაში ჯერ კიდევ ომამდე არსებობდა. საუბარია არა უბრალოდ კორუფციაზე, არამედ მთელი სისტემის კორუმპირებულობაზე. რა შეიძლება გააკეთოს უკრაინამ? შეუძლია დაარწმუნოს, რომ ევროპული დახმარების გამოყენებას შეძლებს ეფექტურად და დანიშნულების მიხედვით. ასევე ის, რომ ამ დახმარების გამოყენების ეფექტური მართვა იქნება უზრუნველყოფილი. ზუსტად ეს არის ევროკავშირში შესვლის გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა. სულ მცირე ევროპისთვის ეს არის სტრატეგიული პრიორიტეტი, როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივადიან ხედვაში. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა უკრაინის ევროკავშირში შესვლის დროის ჩარჩო? ევროკავშირი ამგვარ ჩარჩოებს არ ქმნის და არც უნდა შექმნას. და გასაგებია რატომაც. მაგალითად, თუ რომელიმე ქვეყანას ეტყვი, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება, ეს სასწავლებელში ჩაბარების დღეს დიპლომის გაცემის ტოლფასი იქნება. წოდება და დიპლომი მხოლოდ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდგომ შეიძლება გაიცეს. ამ მიზეზით შესვლის თარიღი არ უნდა გაცხადდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა შეიძლება ვადის ვარაუდი და თქმა იმისა, რომ ამ პროცესს შეიძლება 6-დან 9 წლამდე ვადა დასჭირდეს. თუმცა ეს ვადები არ შეესაბამება არც პრეზიდენტებისა თუ ხელისუფლებების არჩევის ვადებს, თუ მსხვილი პოლიტიკური ოპერაციების ჩატარების ვადებს. როდესაც რუსეთი უკრაინაში ოპერაციას გეგმავდა, ფიქრობდა,
მტკიცებდა, რომ ყველაფერს 3 დღეში დაასრულებდა, მაგრამ ვიცით, რომ ეს არ მომხდარა. თუმცა ასე მსჯელობენ გეოპოლიტიკოსები. ევროპა ყველაფერს რამდენიმე წლით წინას წართვლის, ხოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან რთულია ყურადღების შეკავება, პრიორიტეტებისა და აუცილებელი რესურსების მხარდაჭერა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ზუსტად ეს იქნება ყველაზე რთული, როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპისთვის. ძალიან საინტერესო აზრია ფაბრიციო, მინდა განვაგრძო და გკითხოთ. უახლოესი 4 წლით თქვენი პროგნოზი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო მიმართულებებზე აშშ-ს მიმართ. ძალიან საინტერესო დისკუსია, რომელიც ახლა მრავალ ევროპულ დედაქალაქში აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო წლებში ევროპულ პოლიტიკაში მარჯვნივ გადახრა მოხდა. ჯერ შიდა პოლიტიკაში, ახლა კი საგარეო პოლიტიკაშიც. ამ გადახვევამ საკმაოდ რეაქციული კონოტაციები მიიღო, რასაც რა თქმა უნდა საგარეო პოლიტიკისთვის სერიოზული შედეგები გააჩნია. პირველ რიგში უნგრეთი გახსენდება, სადაც ორბანის მარჯვნივ გადახრამ ევროკავშირის მიმართ უკიდურესად დამანგრეველი და არაკონსტრუქციული პოზიცია გამოიწვია. მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ნებისმიერი საკითხი უნგრეთის გამო პრობლემა ხდება. ყველაფერი ტრანზაქციული ხდება. ასეთი შედეგები ცალსახად უარყოფითია. ასევე მაგალითად ავიღოთ იტალია, საიდანაც ახლა გესაუბრებით. აქაც ასევე მიმარჯვენე გადახრა მოხდა, რომელმაც მიუხედავად ამისა, დღეისათვის უმეტესი შეფასებებით საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ პრაგმატული მიდგომა წარმოაჩინა. ახლა ჩვენ საკმაოდ ირონიულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, როდესაც ისეთი ქვეყანა, როგორიც არის იტალია, ევროპის უდიდეს ქვეყნებს შორის ყველაზე სტაბილური აღმოჩნდა. იტალიისთვის ამგვარი განლაგება საკმაოდ უჩვეულოა. ირონია იმაშია, რომ პრემიერ-მინისტრმა მელონიმ და მისმა ხელისუფლებამ პრაგმატული საგარეო პოლიტიკის ძალზედ ეფექტურად გატარების გამო ამ სტაბილურობას მიაღწია. ერთი მხრივ მელონი ბრიუსელის ინსტიტუტებთან თანამშრომლობდა, რისი გაკეთება ორბანს ან არ შეეძლო, ან არ სურდა და მელონიმ ამას ევროპული დირექტივების ან მოთხოვნების მითითებით კი არ მიაღწია, არამედ ბრიუსელში საკუთარი დღის წესრიგის აქტიური წარმოჩენით. მაგალითად, ჩანს ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკის მაგალითზე, სადაც პოლიტიკის ტონს იტალია განსაზღვრავს, ეგრეთ წოდებული მიგრაციის ექსტერნალიზაციით, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ეგვიპტე, ტუნისი და სხვა. ეს მიდგომა ასევე მოიცავს აშშ-სთან ძალზედ კონსტრუქციულ ურთიერთქმედებებს. მოცემულ დროს თუ მკითხავთ, მთელი იტალია და უფრო ვრცელი აზრით, მთლიანი ევროპა დილემაში ეჩეხა. გავაგრძელოთ თუ არა თამაში ორ ფრონტზე. ამერიკული და ევროპული პრიორიტეტების მორგების მცდელობით. რასაც იტალია საკმაოდ წარმატებით აკეთებდა. თუ ცალსახა არჩევანი გავაკეთოთ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში არჩევანი ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ხელისუფლება და რომელი ადმინისტრაცია არის ვაშინგტონში და რამდენად არის ახლოს მათი პოზიცია თქვენს შიდა ევროპულ ან ქვეყნის შიდა პოზიციასთან. ამგვარად ვაყალიბებ ამ დილემას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის იტალია და უფრო ფართო მოსაზრებით მთლიანად ევროპული პოლიტიკის მემარჯვენე გადახრისთვის, მათ შორის საფრანგეთის და გერმანიის. დილემა შემდგომში მდგომარეობს. მოკავშირესთან იდეოლოგიური თანხმობის აწყობას ეცდებით, ისეთი როგორიც არის აშშ, რომელმაც შეიძლება იმოძრავოს სრულად განსხვავებული მიმართულებით, ან აერჩევთ არა იდეოლოგიურ, არამედ უფრო პოლიტიკურ მიმართულებას, რაც ნიშნავს, რომ საბოლოოდ ევროპის არჩევა მოგიხდებათ და მისი პოზიციის გამყარება. რითაც ამასთან ვაშინგტონისაგან დაშორებას რისკავთ. ვიმედოვნებ, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც არის იტალია, ატლანტიკის ორივე მხარეს წონასწორობის შენარჩუნებას განაგრძობს. თუმცა ვშიშობ, რომ გარკვეულ მომენტში შეიძლება შეუძლებელი გახდეს, თუ მაგალითად ტრამპი იტალიას ან ევროპას პრინციპული არჩევნის წინაშე დააყენებს. შესაძლოა ტარიფების მეშვეობით, ხელოვნური ინტელექტის რეგულირებით ან ვაჭრობით. ამგვარად, რას აირჩევთ? ევროპას თუ აშშ-სთან იდეოლოგიურ თანხმობას? ფიქრობ, რომ ეს დისკუსია საკვანძო გახდება. ეთერში იყო ფაბრიციო ტასინარის მოსაზრება. ამგვარი საინტერესო დინამიკაა, რომელსაც ჩვენი ეთერიდან ვაკვირდებით. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის შედეგებს იულია სავჩენკოსთან ერთად. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. Спокойных вам выходных и до следующей недели.